როგორ გავიგოთ ერთი რიცხვი მეორე რიცხვის რა ნაწილია? ამ ვიდეოში სწორედ ამაზე ვისაუბრებ. საჭიროა ერთი რიცხვი გავყოთ მეორეზე. იმისათვის რომ თქვენ მარტივად შეძლოთ გაგება, რომელი რიცხვი უნდა გავყოთ რომელზე, გთავაზობთ ერთ მარტივ ხერხს. მოდით განვიხილოთ მაგალითი. გამოვთვალოთ 125 300-ის რა ნაწილია. მოცემული გვაქვს ორი რიცხვი 125 და 300. და ვიცით რომ ერთი რიცხვი უნდა გავყოთ მეორეზე, მაგრამ რომელზე უნდა გავყოთ? ამისათვის საჭიროა დავაკვირდეთ თუ რომელ რიცხვს ახლავს ბოლოს ართი ის. იმ რიცხვს რომელსაც აქვს ბოლოს ართი ის დაიწერება მნიშვნელში, ხოლო მეორე რიცხვი მრიცხველში. 125 300-ის რა ნაწილია რომ გავიგოთ, საჭიროა 125 გავყოთ 300-ზე და გავავთვალოთ. ეს იქნება 5/12. ესე იგი 125 არის 300-ის 5/12 ნაწილი. კიდევ ერთი მაგალითი განვიხილოთ. გამოვთვალოთ 600-ის რა ნაწილია 124. ორი რიცხვი გვაქვს, მაგრამ ბოლოს ართი ის აქვს 600. ესე იგი მნიშვნელში დავწერთ 600 და მეორე რიცხვს დავწერთ მრიცხველში. ჩვეულებრივ გამოვთვლით, ამ შემთხვევაში შევგვეცავთ წილადებს და მივიღებთ 31 შეფარდებული 150-თან. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი გვერდი, რათა არ გამოგრჩეს მომდევნო ვიდეოები.